დღეს უკვე მეორედ ზახაროვასა და ოცნების პროპაგანდა ერთმანეთს დაემთხვა. კრემლი და ოცნება ერთი და იგივე ნარატივებით ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ბრიუსელი სახელმწიფოების წინააღმდეგ შანტაჟისა და მუქარის ენას იყენებს. ისინი პირდაპირ ხელებს უგრეხენ ქართველებს, ჯიან მათ, ვინც საკუთარ სუვერენიტეტს იცავს. ამბობს კრემლის პრესპიკერი. პაპუაშვილი კი ამტკიცებს, რომ დღევანდელ ბრიუსელს არ უნდა ისეთი საქართველო, როგორიც ვართ. თუ ევროკავშირს შეუძლია შეზღუდვები დაუწესოს მინსკს რუსული აგრესიის ხელშეწყობისთვის, იგივე სტანდარტები უნდა გავრცელდეს ქართული ოცნების რეჟიმის ხელშემწყობებზეც. ევროპარლამენტარებმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს საგანგებო წერილით მიმართეს და ოცნების ჩინოვნიკებისა და მათი ხელშემწყობების დასანქცირებისკენ მოუწოდეს. სამშობლოს მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის საკითხი მხოლოდ ეკონომიკური ან სამართლებრივი განზომილებებით ვერ შეფასდება. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს და ქვეყანაში განსახორციელებელ არაბულ პროექტებს ეხმაურება. სასულიერო პირები წერილში აღნიშნავენ, რომ საქართველო არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ სულიერი და ისტორიული არჩევანის წინაშე დგას. მშვიდობა არ გამორიცხავს სიმართლის თქმას, წერია განცხადებაში. რუსული სადაზვერვო ხომალდი იანტარი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში შეიჭრა. გემმა ლაზერი დაუმისდა მის შესაკავებლად აფრენილ სამეფო საჰაერო ძალების თვით. ფრინავს გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთი აღნიშნულის გამო მკაცრად გააფრთხილა.